ქრონიკის პირდაპირ ეთერში. თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაცია თუ ფაქტი, რამდენი ჯარისკაცი მოიწამლა სამხედრო ნაწილებში ბოლო 1 წლის განმავლობაში და როგორია ოფიციალური სტატისტიკა. საქმეს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ გრიფით საიდუმლო დაედო პრემიერისთვის დღეს გახდა ცნობილი. როგორც ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, მისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო საიდუმლოებას ჯარისკაცის მოწამლა. ირაკლი ალასანიას უწყებაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. რატომ არის გასაიდუმლოებული ჯარისკაცების კვებითი ინტოქსიკაციის საქმე თავდაცვის სამინისტრო განმარტებებს არ აკეთებს. ქუთაისში 11, ვაზიანში კი 7 სამხედრო მოიწამლა, თუმცა უცნობია სრული სტატისტიკაც. კომენტარი არ კეთდება არც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც მოწამვლის ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა. საქმეს, რომელსაც გრიფი რამდენიმე თვის წინ დაედო პრემიერ-მინისტრისთვის ცნობილი დღეს გახდა. ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარია, რატომ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტი. დახურული თემა არის. რა ხდება სააგაშვილის ისტორიულობა? მინდა ადო მაგას გრიფის საიდუმლო. რატოა გრიფის საიდუმლო თუ მოიწამლა ჯარისკაცი, რატოა ხამაშვილის საიდუმლო? თუმცა გამოძიება დასრულებულია ყველა შემთხვევაში ერთის გარდა. თავდაცვის სამინისტრო მოგწერა. მე არა მგონია რომ ესე უნდა იყოს გრიფის საიდუმლო უნდა ედოს ამას. რა სახელმწიფო საიდუმლოება ეს არის, რომ გრიფის საიდუმლო დაადეს ამას. ეს კიდევ უფრო აღრმავებს თუ ეს ესეა, მე ძალიან დავინტერესდები ამით. თუ ამას გრიფის საიდუმლო დაადეს, რომ ჯარისკაცი მოიწამლა და საიდუმლოა ჩვენს ქვეყანაში, კარგად ყოფილა ჩვენი საქმეში. ის რაც დღეს გაუგებრობის საგანი გახდა სამხედრო ექსპერტისთვის გონივრული გადაწყვეტილებაა. გიორგი ანთიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე სამხედრო ლოჯისტიკის საკითხებზე გრიფით საიდუმლოს დადება მიზანშეწონილია. ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან ბუნებრივია უნდა განსაზღვრული ის ინფორმაცია მოწალასთან შეიცავს თუ არა ისეთ ფაქტებს, რომლის გასაჯაროება შეიძლება გარკვეული პრობლემები შექმნას. თუ ასეთი მზარდი ინტერესი არის, შეიძლება რაღაც ნაწილობრივ ინფორმაციის დაკონკრეტებაზე საუბარი, მაგალითად იგივე რაოდენობაზე ჯარისკაცების. იურისტების განმარტებით აუცილებელია თავდაცვის სამინისტრომ დადოს დოკუმენტი, სადაც დასაბუთებული იქნება, რატომ მოხდა საქმის გასაიდუმლოება. თუ კი ამის აუცილებლობა არის, რომ ამ ტიპის ინფორმაცია მიჩნეული იყოს სახელმწიფო საიდუმლოებად, ბუნებრივია შესაძლებელია პროცესში, როცა შესწავლა არის საკითხისა, იქ შეიძლება გარკვეულად დაისვას თემა, რომ ეს ინფორმაცია იყოს საიდუმლოებასთან დაკავშირებული, მაგრამ აუცილებელია ერთი რომ დოკუმენტი არსებობდეს გასაიდუმლოების შესახებ, დასაბუთება რატომ ხდება გასაიდუმლოება ამ ინფორმაციის ერთი და მეორე, როცა დასრულდება ეს პროცესი საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია. სამხედრო მოსამსახურეთა კვებით ინტოქსიკაციაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ახალგაზრდა ადვოკატების განცხადებაში ნათქვამია, რომ 1 წლის განმავლობაში უხარისხო საკვების მიღების შედეგად 700-მდე ჯარისკაცი მოიწამლა. საკვებით მოწამვლა ქართული კვების კომპანია მომხდარიდან რამდენიმე წუთში უარყო. მათ ინტოქსიკაცია ჰიგიენური ნორმების დარღვევას დაუკავშირეს. იქიდან გამომდინარე, რომ ბატალიონში რამოდენიმე ასეული ჯარისკაცი იკვებება და ეს საწვის მოწამვლის ფაქტი რა ყოფილიყო, შესაბამისად არ ექნებოდა ბევრად მასიური ხასიათი და არა თქვა რამოდენიმე ერთეული. დიარი არის მოწამვლის მსუბუქი ფორმა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგადად ჯარისკაცის მხრიდან სანიტარო-ჰიგიენური ნორმების დარღვევას. გასაიდუმლოებული ქუთაისში ივნისში მომხდარი სამხედროების ინტოქსიკაციის შემთხვევა. გასულ კვირას ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც მოიწამლნენ. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.